მოკლედ ეს ტრადიციად იქცა უკვე. პოლონური მონაწილეობა ციგნის ბაზრობაზე ძალიან გვიხარია, რომ წელსაც ამის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც ახალი თარგმანების შექმნას, როგორც უკვე ახსენე მაქა, ასევე წიგნების პრეზენტაციას, ავტორებთან შეხვედრას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლის შესახებ מחურებლებს შეუძლიათ ინფორმაცია იხილონ თავად ბაზრობის ვებგვერდზე. და რაც შეეხება კონკრეტულად ამ პოეტურ სემინარებს, რომელიც მე განსაკუთრებით მიხარია, იმიტომ რომ ქართულ პოლონურ სივრცეში, როგორც ენობრივ სივრცეში, ასევე ზუსტად ესეთი ფორმით პირველად ხდება მსგავსი თანამშრომლობა და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ცოცხალ პოეტს თავისი კოლეგა გაუციოს მთარგმნელობითი, ესე იგი, სამსახური, ესე ვთქვათ, ეს არის ძალიან ძვირფასი, მოგეხსენებათ, სხვანაირად ითარგმნება პოეტების დახმარებით პოეზია და ქართული პოეზია არის ძალიან ამ შემთხვევაში ძალიან რთული ენობრივად გადასათარგმნელად. ამისთვის ვართ ჩვენ რო დავეხმაროთ პოლონელებს და ქართველებს, ამისთვის ვართ ჩვენ თარგმნელები მზად, მედია კატია ვოლტერსი, როგორც ახსენე უკვე მაკა, ვიქნებით პოლონელ და ქართველ პოეტებთან ერთად ამ 3 დღის განმავლობაში ვიმუშავებთ ერთად, ჩვენ გავაკეთებთ წყარედებს, ეგრეთ წოდებულ წყარედებს ამ პოეზიის და ამის საბოლოო ფორმას, პოეტურ ფორმას მისცემს უკვე ჩვენი ერთის მხრივ ქართველი პოეტები მისცემენ ამ ფორმას და მეორეს მხრივ პოლონელი პოეტები. მაგდა თქვენ ახსენეთ, რომ ქართული პოეზია განსაკუთრებით რთულია სათარგმნად. როგორ შეფასებთ ამ თვალსაზრისით პოლონურ პოეზიას? პოლონური პოეზია რასაკვირველია, თავისი ენობრივი სპეციფიკიდან გამომდინარეც არ არის ადვილი. პოლონური ენაც თავად არ არის ადვილი და აქ ეს ერთადერთი მსგავსება პოლონურ და ქართულ ენას შორის ეს არის სირთულე. სხვა მეტი არაფერი მსგავსება არ არსებობს. ამიტომ ეს პროცესი არის იმდენად რთული, რამდენადაც საინტერესო ორივე მხარესთვის, იმიტომ რომ ესე იგი, როდესაც პოეტურ ნაცარმოებზეა საუბარი, უნდა მოხდეს ამისი სრული ჩაშლა, დეკონსტრუქცია და ახლიდან აწყობა იმ ენაზე, რა ენაზეც ვთარგმნით და ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე ზუსტად და ოსტატობიდან გამომდინარე იმ პოეტების, რომელსაც გადავთარგმნით, ეს არის ძალიან რთული ამოცანა. ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან რთული ამოცანა. საერთოდ რამდენად კარგად იცნობენ ქართველი და პოლონელი მკითხველები ერთმანეთის თანამედროვე პოეზიას და როგორ შეფასებდით პოლონურ თანამედროვე პოეზიას? აი როგორი არის პოლონელი პოეტების ხმა? რაზე ლაპარაკობენ, რაზე წერენ ისინი? მე ვიტყოდი, რომ დავიწყეთ ურთიერთშეცნობა, ესე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, ითარგმნება, ნელ-ნელა ითარგმნება ივსევე ეს რაღაცა ძალიან დიდი ნაპრალი, რომელიც არსებობდა მანამდე და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს რაღაცა უდიდესი თავისუფალი სივრცე, რომელიც გქონდა, ეს სივრცე ნელ-ნელა ივსება როგორც თარგმანებით, ასევე ურთიერთობებით. რაც შეეხება უკვე იმ კონკრეტულ ნაწარმოებს, რომელიც გვაქვს აქ წარმოდგენილი და ხმას, როგორც შენ მაკა ახსენე, პოლონელი პოეტების, ესენი არიან ძალიან აქტიურად ჩართულები სოციალურ საკითხებში პოლონეთში. ესენი ბევრ რაღაცაზე, საჭიროებო საკითხზე იღებენ ხმას. ესე იქნება ადამიანის უფლებები, ეს იქნება აქტუალური საკითხები და აქ ამ თვალსაზრისითაც ხდება თანხმედრა იმ ადამიანების, რომელთაც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ. ქართველი გამომცემლები და პოეტებიც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ პოეზიას არ ყავს იმდენი მკითხველი, როგორც ჟანრს, რამდენიც ყავს პროზას. აი პოლონეთში როგორ არის ამ ხრივ საქმე? უყვართ იქ პოეზია, კითხულობენ თანამედროვე პოლონურ ლექსებს?
მე ვფიქრობ, რომ პოეზიას აქვს განსაკუთრებული როლი და ხმა და პირველ რიგში აქვს ძალიან დიდი ძალა. ის იმდენად ბევრი შინაარსის და ემოციის მატარებელია, იმდენად ბევრ შინაარსს იტევს თვითონ პოეტური ფორმა, რომ მას აქვს ძალიან დიდი გავლენის ძალა. მე ვიტყოდი კიდევ უფრო მეტი შეიძლება ითქვას, ვიდრე ხანდახან პროზას. და ასევე ზუსტად ხდება პოლონეთში. ეს აქტუალურობა, რომელიც ვახსენე, სწორედ ამაზე მეტყველებს. პოეტებს აქვთ პრეტენზია, იყვნენ აქტუალურები, იყვნენ მოვლენების წინაშე ადეკვატურები, რაც მათ გარშემო ხდება და სწორად აისახება მათ პოეზიაში. რამდენად დიდი არის წიგნის ბაზრობის როლი, მათ შორის პოეზიით და პოლონური, კონკრეტულად ამ შემთხვევაში პოლონური პოეზიით დაინტერესებული მკითხველისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ და უშუალოდ რა იწერება თანამედროვე პოლონეთში. და ამ სემინარებზე დასწრების შესაძლებლობა არის თუ არა თავისუფალი? რაც შეეხება ბაზრობას, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, სწორედ ესეთი პროექტები რომ განხორციელდეს და შემდგომ მოხდეს ამ პლატფორმის გამოყენებით ამ პროექტების პრეზენტაცია და ჩვენ ამ თანამშრომლობას უკვე ძალიან დიდი ხანია ესე ვთქვათ ვაღრმავებთ და ვაგრძელებთ ეს არის წლების წინ ჩასახული ურთიერთობა, ანუ პოლონური ინსტიტუტის, ასევე ადამ მიცკევიჩ ინსტიტუტის, რომელიც ამ ღონისძიების მხარდამჭერია და რა თქმა უნდა ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ადამიანი ამ ღონისძიების ფარგლებში ეცნობა სიახლეს, სწორედ იმისთვის მოდის ხალხი, რომ გაიგოს რაღაც ახალი, ისეთი, რომელიც მანამდე ამ ლიტერატურულ თუ საზოგადოებრივ სივრცეში არ იყო წარმოდგენილი და ეს არის ძალიან კარგი ამისი შესაძლებლობა. ზოგადად როგორი არის ლიტერატურული პროცესები პოლონეთში? რამდენად ბევრი და რამდენად ბევრი და ხარისხიანი ლიტერატურა იწერება? პოეზია, პროზაც იგულისხმება ამ შემთხვევაში? ეს არის ძალიან დიდი პროცესი. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატი გვყავს. და კატია ვოლტერსი სწორედ ჩემი კოლეგა, რომელიც იქნება ამ პროექტის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, საყრდენი და მთარგმნელობით საქმიანობაში, არის სწორედ ქართული ნობლისტის ტოკარჩუკის მთარგმნელი ქართულ ენაზე. და ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ აი ეს დინამიკა არ დავკარგოთ ორივე მხარეს, არ დავუკარგოთ ეს დინამიკა. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება ქართულ ლიტერატურაში და ჩვენ ცოტა ხნის წინ მოწმე გავხდით იმისა, რომ თამთამელაშვილის თარგმანმა მოიპოვა წლის საუკეთესო წიგნის წოდება პოლონეთში და ეს თარგმანი მოკლედ თავის როლს ასრულებს და ეს არის სწორედ ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩვენი ამოცანა. ეს არის ის, რომ გავაცნოთ ერთმანეთს, თუნდაც ესეთ შორს მყოფ ქვეყანაში მკითხველებს და ადამიანებს ზოგადად დაინტერესებულ საზოგადოებას, რომელიც კითხვას სვავს, კითხულობს. ის რაც რადინება, რამ დინება ახლა ამ ცუთას როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში და ამას ყველაზე კარგად ასახავს მე მგონი ლიტერატურა.